ოლიმპიური პოლიტიკის გამგზელებელი. ეს მოხალისეობრივი პოლიტიკა გრძელდება და ოლიმპიადაზე, რომელიც არის მსოფლიო ხალხთა მშვიდობის სიმბოლო. ოლიმპიური თამაშები არის მშვიდობის სიმბოლო, იწვევენ თავარ ოკუპანტს, პუტინის მარჯვენა ხელს, იმისათვის რომ ჩამოვიდეს საქართველოს დედაქალაქში, რომლის 25%-ს ოკუპაცია გაუკეთეს, როცა ავტობანამდე მოვიდნენ, დღეს კიდევ ერთხელ გააკეთეს, ცოცხალი ოკუპაციის მაგალითები ჩვენ ნახეთ, როცა უნდა დღეს სტრატეგიული ობიექტები აიღონ და ნავთობსადენი მოაქციონ საოკუპაციო ზოლში, ბატონი ნარმანია პატიშობს ოკუპანტებს თბილისში. შეურაცხყოფაა, როცა ქალაქის მერი პატიშებს ოკუპანტის მერს ოფიციალური მოწვევით. დავით ნარმანიამ მოსკოვის მერს გაუგზავნა წერილი. მოგწონთ! შერიგება უნდა კონდეს ყველა ქვეყანასთან. უსმინეთ. რა მისმენ რა? როგორ? უნდა ნახოთ ურთიერთობა კარგი. მე არ ვიტყვი რომ ოკუპანტი და რაღაცა ძალიან ცუდია რომ ეს არის დავით ნარმანიას სახე. ოკუპანტებს უნდა შევეგუებით არა. არ შევეგუებით არა. არ შევეგუებით. ქალაქის მერი თქვენი დასაცავი რომ გახდება, ის არის დაღუპული. ზომი გამოიარა. ნამდვილად არა აქვს სურვილი ჩაბარების და ნამდვილად არა აქვს სურვილი იმის, რომ რუსული ჩექმა დაიდოს თავზე. ეს როგორც არის ჩვენია ნარმანიას სამსახარო ამ ქალბატონსაც სწორედ ეს მიზნები აქვს და ესეთი ადამიანები ჩვენ აუცილებლად უნდა გავისტუმროთ რუსეთში. წეგა როგორც თხოვა უსაფრთხოების სამსახურს ერთი კაცი შეატარო, ბესო შედი. აი თუ ჩამოვიდა მაგა შემდგომ მოგახსენეთ, მაგრამ ეხლა ვაპროტესტებთ იმათ, რამდენი ხალხია მოსული და მე მგონი ატყობთ. როდესაც ოკუპანტი შემოდის და 50 მეტრაში დგება შენს ტერიტორიაზე, კიდე მოცოცავს და 50 მეტრაშია მილსადენიდან გამოდის ორი მინისტრი, რომელიც დასცინის ხალხს და ერთი ამბობს, რომ ეს მილსადენი და გადავიტანოთ, მეორე ამბობს ძალიან ღრმად არის და არ ინერვილოთ ამ დროს ყველაზე ოდიოზურ ფიგურას პუტინის მეგობარს ბატონი ნარმანია პატიშებს თბილისში, რომ ჩამოვიდეს და ესეთი რამეები უნდა მორჩეს. აღარ შეიძლება ეს კაცი უნდა გადადგეს და ჩატარდეს ხელახანი არჩევნები. ეს კაცი ვერ უვლის ამ ქვეყანას, ამ ქალაქს ვერ უვლის, არ შეიძლება. როგორ შეიძლება გიპყრობდნენ და შენ იმას ეპატიჟებოდე, მოდი ჩემს სახშიო. აი ეს არის, ამას ვაპროტესტებთ უყოლა. და აპროტესტებს კიდე ძალიან ბევრი.